პირად ურთიერთობას ვერ იწყობს ძალიან ბევრი გოგონა, ქალბატონი და ძალიან ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან. მათი პრობლემები მარტო ჯადოთი არ გამოიხატება. ანუ ვგულისხმობ, როდესაც პირადად მათ გაუკეთეს. ძალიან ხშირად პრობლემა მოდის ოჯახისგან, როდესაც დედა არის ძალიან ტოქსიური. საშინელი ურთიერთობა აქვს სხვა ადამიანებთან და სანამ ის გათხოვდებოდა, ან თუნდაც გათხოვილი როდესაც იყო, გაუკეთეს საშინელი ჯადო, დაწყევლეს და ამან გავლენა იმოქმედა, იქონია თავის შვილებზე, შვილიშვილებზე და ასე შემდეგ. ან არსებობს თვითონ ქალბატონები ძალიან ბევრი, რომლებიც თავად ეკეთებენ ჯადოს. ესეთი ქალბატონის ქმრები ძირითადად გულის შეტევით იღუპებიან და თუ რა ემართებათ მათ შვილებს, ზოგი ლოცდება, ზოგი ნარკომანი ხდება და აუცილებლად გოგონებს ოჯახი ენგრევათ, მაგრამ ოჯახის დანგრევაცაა და დანგრევაც. მათ ხვდებათ ყველაზე ტოქსიური ქმრები. და ეს გოგონები ვერ ხვდებიან, რატომ ვერ აწყობენ ურთიერთობას, იმიტომ რომ მათ დედასთანაც საშინელი ურთიერთობა აქვთ, ოჯახის ჯადო მოსდევთ. ეს ტოქსიური ენერგია გადაფარებულია, ასე ვთქვათ, ღრუბელივით ამ ადამიანებზე, გადადის მათ შვილებზე, შვილიშვილებზე და ნელ-ნელა ადამიანები უბედურდებიან. როდესაც ოჯახის ჯადოს მოიხსნის ადამიანი, მომენტალურად, მაქსიმუმ 3-4 დღეში ადამიანს ეწყება სიმშვიდე და ადამიანი იღვიძებს სულ სხვა განწყობით და ბევრს ვთქვამ ჩემთვის, რომ მე მეგონა, რომ ძილბურანში ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება და ეხლა გავიღვიძე და დავიბადე თავიდან. ჯადო არ აძლევს ადამიანს ცხოვრების უფლებას. ჯადო არ აძლევს ადამიანს იყოს პირადში ბედნიერი. ჯადო არ აძლევს ადამიანს იყოს ჯანმრთელობაში ბედნიერი. ადამიანს აქვს მუდმივად დეპრესია, ან კვებითი აშლილობა, სიმსუქნე იწვევს დიაბეტს. დიაბეტი გადადის შემდეგ თაობებზე. ადამიანებს ემართებათ ჩიყვის პრობლემები, ანუ ჯადოში ძალიან ხშირად გავრცელებულია ჩიყვი აქ თითქმის ყველას. ყელთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ყელი არის ბრასთან დაკავშირებული, ნეგატივთან დაკავშირებული, ასე რომ აუცილებლად საჭიროა ყოველთვის კონსულტაცია იმისათვის, რომ გაიგოთ, თქვენ გაქვთ პირადად ჯადო გაკეთებული თუ თქვენს ოჯახს და მაგიტო წამდებით ესე.